დავიწყოთ საუბარი თვითშეფასებაზე. საკმაოდ აქტუალური თემაა ჩვენი გვერდის გამომწერებისთვის, ჩემი YouTube არხის გამომწერებისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ძალიან ბევრი მისაუბრია და გვისაუბრია კიდევაც, მადლობა მარიამ, ჩვენ მაინც გვრჩება ეს თემა მოთხოვნილ თემათა სიაში, აქედან გამომდინარე, დღესაც ვისაუბროთ თვითშეფასებაზე. ვეცდები რაღაცა ახალი მოგაწოდოთ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თემა არის საკმაოდ ვრცელი. მაშინ რა არის თვითშეფასება? ეს არის ადამიანის მიერ საკუთარი მნიშვნელოვნების და საკუთარი ფასეულობის თუ ღირებულების აღქმა. რამდენად კარგი ვარ საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, პასუხი ამ კითხვაზე ეს არის ადამიანის თვითშეფასება. თვითშეფასება შეგვიძლია უამრავი სხვადასხვა ტესტით, გამოკითხვით შევაფასოთ. მე ძალიან მარტივ ტესტს გთავაზობ. შეგიძლიათ ახლავე აიღოთ ფურცელი და დახატოთ 10 საფეხური. და რომელ საფეხურზე ჩახატავდით საკუთარ თავს. თუ ეს არის მეოთხედან მერვე საფეხურის ჩათვლით საფეხურები, ნორმალურ თვითშეფასებაზე ვსაუბრობთ. თუ უფრო ქვემოთ ჩახატეთ საკუთარი თავი, სავარაუდოა, რომ თვითშეფასება ძალიან დაბალია, ხოლო თუ მე-9 ან მე-10 საფეხურზე ხართ, მომატებული თვითშეფასება გაქვთ. ეს ესეთი კლასიკური ტესტია, თუმცა ნეიროლინგვისტური პროგრამირება და კოუჩინგი სრულიად განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს და ამაზეც გეტყვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვითშეფასებას 10 ბალიანი სისტემით აფასებთ 1-დან 4 ქულამდე, ნეიროლინგვისტური პროგრამირების აზრით, თქვენ გაქვთ შემზღუდავი რწმენა წარმოდგენა თვითშეფასებასთან დაკავშირებული, რომელიც თქვენთვის სასიცოცხლო რისკთან არის დაკავშირებული. ანუ დაახლოებით ასე ჟღერს. იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები თავდაჯერებული, შეიძლება რომ მოვკვდე, არ გადავრჩე. ასეთ შემთხვევაში ფსიქოთერაპია არის აუცილებელი და ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ თვითშეფასება ამაღლდეს რისკების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს რისკები არის წარმოსახვითი და ილუზორული, თუმცა ქვეცნობიერის ძალას არავინ არ უარყოფს და ქვეცნობიერმა შეიძლება გააკეთოს ისე, რომ საბოლოო ჯამში რეალურად გაირისკოს ადამიანის სიცოცხლე ან კეთილდღეობა იმისთვის, რომ იყოს თავდაჯერებული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თავდაჯერებულობა შეფასდა 5, 6, 7 ქულაზე, სავარაუდოა, რომ თქვენ გაქვთ სოციალიზაციის პროცესში მიღებული ნეგატიური რწმენა წარმოდგენა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს. იმისათვის, რომ არ უარმყონ, მე არ უნდა ვიყო თავდაჯერებული. თავდაჯერებულობა უარყოფის რისკებს ზრდის. ამ შემთხვევაში ხშირად გვახსოვს კიდევაც რა მომენტში მოხდა ამ რწმენა წარმოდგენის მიღება, ეს შეიძლება იყოს ბულინგი, დაცინვა სკოლაში ან სხვა სოციალურ სივრცეებში და ძალიან ხშირად ეს 6 წლის შემდეგ ყალიბდება. 6 წლამდე უფრო სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღება ხდება. თუმცა ყოველთვის არა და ამასაც ვიტყვი. რაც შეეხება 8, 9 ან 10 ქულას, ნეიროლინგვისტური პროგრამირების მიხედვით, ეს არის მაღალი, ანუ ჯანსაღი თვითშეფასება, როდესაც ადამიანს ჯერა, რომ მას ყველაფერი შეუძლია და სამყარო ყველაფერს აძლევს იმისთვის, რომ მისი მიზნები, მისი ოცნებები რეალობად აქციოს. ეს არის ესეთი ეფექტური, წარმატებული რწმენა წარმოდგენა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და კი ამ მომენტში ბევრნი არ ვართ, მაგრამ საინტერესოა თქვენ რა ქულას უწერთ საკუთარ თვითშეფასებას ზოგადად და ამის შემდეგ უკვე როდესაც თქვენ ეს ინფორმაცია გაქვთ, შეგიძლიათ ასევე
ჩაშალოთ საკითხი და ნახოთ რამდენად თავდაჯერებული ხართ სამსახურში და კარიერასთან ურთიერთობის დროს. რამდენად თავდაჯერებული ხართ პირად ცხოვრებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი დაბალი თვითშეფასება არ არის გლობალური და ტოტალური და არის კონკრეტულ ერთ ან ორ სფეროში, რომლის გამოსწორებით მთლიანობა გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, და ცოტა ხანში გაუმჯობესების გზებზეც ვისაუბრებთ. მას ასე, დაბალი თვითშეფასება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ ჯერა საკუთარი თავის, არ ჯერა საკუთარი შესაძლებლობების, არ აქვს გარე სამყაროს და ახლობლების იმედი, რომ დაეხმარებიან, რადგან მას მაინც არ ძალუძს და არ შეუძლია, რომ მიიღოს რაღაცა დადებითი შედეგი საკუთარი შრომით, მოქმედებით და ასე შემდეგ. დაბალი თვითშეფასება ზღუდავს ადამიანს და არ აძლევს მას გამბედაობას, იოცნებოს, დაგეგმოს, იმოქმედოს და მიაღწიოს შედეგებს. აქ მე გამოვყავი რამდენიმე ნეგატიური შემზღუდავი რწმენა წარმოდგენების ჯგუფი, რომელიც კარგად დაგვილაგებს აი თვითშეფასების რა მიზეზით ხდება თვითშეფასების შემცირება. პირველი ეს არის უიმედობის ჯგუფი, როდესაც ადამიანს საერთოდ არ სჯერა, რომ ეს შესაძლებელია. მაგალითად, შეუძლებელია ვიყო წარმატებული, შეუძლებელია მქონდეს ბედნიერი ურთიერთობა, შეუძლებელია რომ მე მივიღო დაწინაურება, ან ვთქვათ რაღაცა სხვა სიკეთე, რადგან ეს ზოგადად გლობალურად და ტოტალურად შეუძლებელია. ნახეთ, როგორი უიმედობა არის აი ამ რწმენა წარმოდგენების ჯგუფში. და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შესაძლებლობების აღმოჩენაზე. მეორე ჯგუფი ეს არის უნარობის ჯგუფი. კი, შეიძლება შესაძლებელია და ვიღაცას ალბათ აქვს ეს შესაძლებლობა, მაგრამ მე არ მძალუც, მე არ შემიძლია, მე არ მაქვს საკმარისი უნარები იმისთვის, რომ მივაღწიო იგივე წარმატებას. ასეთი ადამიანების შემთხვევაში ისინი თითქოს საკუთარ ძალებს ვერ აღიქვავენ და ჯერათ რომ მათ არ აქვთ ეს ძალები. ამ შემთხვევაში უნდა ვიმუშაოთ შინაგანი ძალების აღმოჩენაზე და აუცილებლად აღმოაჩენთ მომენტებს, როდესაც ადამიანს ჰქონდა უნარი რაღაცისთვის მიეღწია, მაგალითად ეს ადამიანი დადის, საუბრობს და კიდევ ბევრი რაღაცა გამოსდის, რისი უნარიც არ ჰქონდა დაბადებისთანავე, თუმცა გამოუმუშავდა. ანუ მან ისწავლა ეს ყველაფერი. შესაბამისად, მეორე ჯგუფი რწმენა წარმოდგენების უნარობის ჯგუფი ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ უნარიანობის რწმენა წარმოდგენებით. მე შემიძლია, მე მაქვს შესაძლებლობა, მე ადვილად ვსწავლობ და ვითვისებ ახალს და ასე შემდეგ. და ბოლო ეს არის უღირსი რწმენა წარმოდგენების ჯგუფი, ანუ კი შეიძლება ეს არის შესაძლებელი და შესაძლებელია უნარებიც მაქვს, მაგრამ მე არ ვიმსახურებ ვიყო წარმატებული. მე არ ვიმსახურებ დაწინაურებას. მე არ ვარ საკმარისად კარგი იმისთვის, რომ მივიღო ეს სიკეთეები სამყაროდან. და ამ შემთხვევაში ჩვენ მუშაობთ საკუთარი თავის აღქმაზე, საკუთარი თავის მიმღებლობაზე და იმაზე, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს წარმატებას თანაბრად და აქედან გამომდინარე ჩვენ ვცვლით ადამიანის ეფექტურობას, ადამიანის თვითშეფასებას ამ რწმენა წარმოდგენების შეცვლით. თუ გეხმიანებათ, თუ თქვენთვის არის ეს რაღაცნაირი ნაცნობი, კარგი იქნება რომ კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება ან თქვენი ახლობლების გამოცდილება, რომ ჩვენი საუბარი უფრო ისეთი იყოს ახლო, რადგან ფაქტობრივად ამ ეტაპზე ვზივარ და ჩემ თავს ვესაუბრები, ვიცი რომ ბევრისთვის ძალიან საინტერესო თემაზე. ასე რომ ჩაერთეთ და ასევე მინდა გთხოვოთ, გააზიაროთ ეს ლაივი, ვიცი რომ სამუშაო დროა, ვიცი რომ ბევრს არ სცალია, თუმცა მომავალში საღამოს საათებში შეძლებენ ამ ლაივის ნახვას.
კარგი, ჩვენ ჩამოვყალიბდით, რომ ეს არის ნეგატიური რწმენა წარმოდგენები, რომლებიც ზღუდავენ ადამიანს და არაძლევენ მას რწმენას იმისა, რომ მას შეუძლია იყოს წარმატებული, თავდაჯერებული და ასე შემდეგ. ახლა რა ასაკში ყალიბდება ეს ყველაფერი? როგორც გითხარით, ძალიან ადრეული ასაკიდან შეიძლება დაიწყოს ამ ყველაფრის ჩამოყალიბება, მეცაც გეტყვით, ჩასახვის მომენტიდან შეიძლება დაიწყოს და როდესაც ხდება ჩასახვა, რამდენად სასურველია ეს ბავშვი, რამდენად მიმღებია დედის ორგანიზმი, დედის საშვილოსნო, ამ ბავშვის მიმართ არის თუ არა ტონუსი საშვილოსნოში, არის თუ არა სიხარული, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ბავშვს ელოდებიან, როგორ ხდება ამ სიახლეს ოჯახი, რამდენად სასურველია ბავშვის სქესი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, თუ როგორი მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბდება ადამიანს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ხასიათის საძირკველი ისხმევა მაშინ, როდესაც ვისახებით და ჯერ კიდევ აზროვნებაც კი არ გვაქვს ჩამოყალიბებული და შეიძლება მკითხოთ, კი მაგრამ თუ ვერ ვაზროვნებ, მაშინ როგორ შეიძლება რომ ჩამომიყალიბდეს ხასიათის საძირკველი? ჩვენი უჯრედის მემბრანა არის ძალიან გრძნობიარე. მაშინაც კი, როდესაც ერთი ცალი უჯრედი არის, მაშინაც კი, როდესაც ეს ჯერ კვერცხუჯრედია, ის კითხულობს ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებს ნეიროტრანსმიტერების მეშვეობით და ხვდება, რომ დედა ღელავს, დედას უხარია, დედას ეშინია და აი ამ განცდებით ის განსაზღვრავს თუ როგორია სამყარო. სამყარო არის სიხარულით სავსე, შიშით სავსე, სევდით სავსე თუ როგორი. აქედან გამომდინარე უკვე ყალიბდება ადამიანის რწმენა წარმოდგენა გლობალური სამყაროს შესახებ. და აი ამ გლობალური რწმენა წარმოდგენიდან გამომდინარე, შემდგომი მოვლენების გადახარისხება ხდება და ერთგვარი ფილტრაცია. თუ მე მჯერა, რომ სამყარო არის სანდო ადგილი, სადაც სიხარულით მხდებიან, მე ყველა მოვლენას ამ ფილტრში გავატარებ და ჩემთვის ძალიან სასიხარულო იქნება ყველა სიახლე, რადგან ამ სიახლეს თანახლავს ახალი სიხარული. იმ შემთხვევაში, თუ მე ჩემი ჩასახვა დაკავშირებულია შიშთან, დაძაბულობასთან, ან სხვა უსიამოვნო შეგრძნებებთან, ყველგან სადაც მე ახალ გარემოში ვხვდები, სადაც მე უნდა ჩავისახო როგორც მეგობარი, როგორც მეუღლე, როგორც დედა, ჩემთვის კვლავ შიშთან და ნეგატიურ ემოციებთან იქნება დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერი ფილტრი ყალიბდება მუცლად ყოფნის პერიოდში. და შეიძლება მკითხოთ, რომ კი, მაგრამ თუ მუცლად ყოფნის პერიოდში ჩამოყალიბდა და ჩვენ მაგალითად არ ვიცით ჩვენი ჩასახვის ისტორია, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ და შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ყველაფერი აღმოვაჩინოთ და გამოვასწოროთ. კი, შესაძლებელია, არსებობს საკმაოდ ღრმა ფსიქოთერაპიული ტექნიკები, რომლის მეშვეობით ჩვენ ვამუშავებთ მუცლად ყოფნის, ჩასახვის, დაბადების ტრავმებს, რომელიც ძალიან ღრმა არის და პრინციპში სხეულს უფრო ახსოვს, ვიდრე გონებას. ჩვენ ვიცით, რომ ქვეცნობიერი იწყებს ჩამოყალიბებას ადამიანთან ერთად ჩასახვის მომენტიდან და არის ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპიის თეორია, მიმდინარეობა, რომელიც თვლის, რომ შეიძლება ბევრად უფრო ადრეც კი, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ჩასახვიდან პლუს საგვარეულოს დატვირთვას, რა თქმა უნდა, არ ვუარყოფთ. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანის კვერცხუჯრედი არის დედამისის საკვერცხეში, მაშინ, როდესაც დედა არის მუცლად ყოფნის პერიოდში და უკვე ჩამოუყალიბდა საკვერცხე. ანუ ფაქტობრივად კვერცხუჯრედს ახსოვს ბებიის ორსულობა, დედის დაბადება, დედის ცხოვრება იმ მომენტამდე, როდესაც მოხდა ოვულაცია. და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი საგვარეულო ინფორმაცია გვაქვს მიღებული მაშინ, როდესაც ჯერ არ ვარსებობდით. და სხვათა შორის კვირას ვხატავთ საგვარეულო ნეირომანდალას, რომელიც დაგვეხმარება იმ საგვარეულო გზავნილების
გადამუშავებაში, რომელიც შეიძლება არც კი გვახსოვს და არც კი გვაქვს გაცნობიერებული, თუ გაქვთ სურვილი, მოგწერეთ და მოგაწვდით ინფორმაციას, როდის ჩატარდება მასტერკლასი Zoom-ში ჩატარდება, ამიტომ თქვენი ფიზიკური დასწრება საჭირო არ არის, შეგიძლიათ დაესწროთ ნებისმიერი წერტილიდან და გადავიდეთ ახლა თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. 3 წელი არის საკვანძო ბირთვული მომენტი, როდესაც ბავშვი გამოეყო დედას და სამყაროს და მიხვდა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზმია, მოხდა პირველი სეპარაცია, ბავშვი ხვდება, რომ დედა ცალკე ორგანიზმია, მამა ცალკე ორგანიზმია და იწყებს მამის განხილვას, როგორც მთავარ ობიექტს, რომელიც მიაწვდის მას ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორია თავად ის, როგორია სამყარო, როგორ აღიქვამს მას სამყარო და ასე შემდეგ. თუ მამა არის საკმარისად მზრუნველი და მიმღები ბავშვის მიმართ, ბავშვი ხვდება, რომ სამყარო იღებს მას და მას შეუძლია მთავარი კითხვა 3 წლის ასაკში არის რამდენად შემიძლია, რამდენად მძალუც გახსოვთ ხომ? შესაბამისად, პირველი ჯგუფი, როდესაც ეს არის უიმედობა, ეს არის მუცლადყოფნის პერიოდიდან 3 წლამდე ძირითადად, ხოლო უნარობის შემთხვევაში ეს არის მაშინ, როდესაც მე უკვე 3 წლის ვარ და მამას ვაკვირდები და ვკითხულობ მამის ვერბალური თუ არავერბალური გზავნილებიდან რამდენად მე შემიძლია, რამდენად უნარიანი ვარ, ვხედავ კომენტარს და დაუბრუნდები, ამიტომ დავპაუზდი, აუცილებლად ბოლოს გავივლი კომენტარებს, დიდი მადლობა ვინც აკომენტარებთ და ნახოთ რა დაგვიწერეს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მამა იყოს მიმღები. ხოლო შემდგომი რამდენად ვიმსახურებ ამას, ეს არის ცოტა მოგვიანებით, როდესაც მე გავაკეთე რაღაცა და მივიღე უკუკავშირი გარემოსგან და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დედა მითხრა, რომ მე არ ვიმსახურებ სიკეთეს, იმიტომ რომ არ ვარ კარგი ადამიანი, ცუდი შვილი ვარ, ვაბრაზებ, ვანერვიულებ, ნერვიული სტრესის შედეგად შეიძლება ავად გახდეს და ასე შემდეგ, ხო? ანუ თანდათან ყალიბდება ჩვენი შემზღუდავი რწმენა წარმოდგენები. და სანამ გადავალ იმაზე, თუ როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება და როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს ამ სიტუაციებში, კომენტარს წავიკითხავ. მაგაში ვერ დაგეთანხმებით, ქალს ჯერ აქვს ფოლიკულები, განეყოფიერების შემდეგ ხდება კვერცხუჯრედი. აი, მაგედან კი ბატონო, ნახეთ როგორ არის კვერცხუჯრედი არის ქალის სასქესო უჯრედი და სპერმატოზოიდი მამაკაცის, როდესაც ეს ორი უჯრედი შეირწყა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ჩანასახს, ანუ ემბრიონს, მაგრამ კვერცხუჯრედი, რომელიც არის საკვერცხეში, მას ნამდვილად ქვია კვერცხუჯრედი, მაგრამ ფოლიკული, ეს არის კვერცხუჯრედის მომწიფებული ფორმა. მაგრამ ეს უჯრედი უკვე უჯრედის სახით არის, არ ჩნდება ოვულაციისთვის, ის ჩასახვის მომენტში უკვე არის და როდესაც ჩვენ ვიბადებით გარკვეული რაოდენობის კვერცხუჯრედებით, რომელიც საბოლოო ჯამში ცხოვრების მანძილზე უნდა მომწიფდეს და გამოიყოს. შესაბამისად, აი პოტენციალი ქალის, ხომ, შვილოსნობის განისაზღვრება იმ რაოდენობის კვერცხუჯრედებით, რამდენიც აქვს დედას. კვლევები ძალიან საინტერესო საკითხია, ნამდვილად, მე ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია ინვიტრო კვლევებზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, მან ძალიან დიდი და საინტერესო მასალა არის საკვლევად და ასევე მინდა გითხრათ, რომ ჯერ არც არის პრინციპში საკმარისი დრო გასული, რომ ვთქვათ, იყოს უკვე იმხელა ბაზა კვლევისთვის, რომ ჩატარდეს კვლევა ისეთი. კეთილი.
გავაგრძელოთ საუბარი უკვე იმაზე თუ როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება და რა მავნეჩვევები გვაქვს, რომელიც თვითშეფასებას გვიდაბლებს და დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ბავშვობიდან ხშირად გვადარებენ სხვებს, გვაჯიბრებენ სხვებს და აი ეს შედარება შემდგომში უკვე მავნე ჩვევად შეიძლება დაგვრჩეს. არასდროს არ ვადარებთ საკუთარ თავს სხვებს. გვახსოვდეს, რომ ყოველთვის ვიღაცა ჩვენზე უკეთესი და ვიღაცა ჩვენზე უარესი იარსებებს და თუ ჩვენ ავირჩიეთ ვიღაცა ზებუნებრივი ნიჭებით დაჯილდოვებული და მას ვადარებთ საკუთარ თავს მუდმივად უკმარისობის განცდა გვექნება, თუ ავირჩიეთ ადამიანი, რომელიც ჩვენზე ბევრად უფრო ნაკლებ რესურსულია კონკრეტულ სფეროში, ამ შემთხვევაში მუდმივად მაღალი თვითშეფასების განცდა გვექნება, თუმცა ეს ყველაფერი შედარებითია და წამგებიანი, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი არის შევადაროთ საკუთარი შედეგიანობა, საკუთარი თავი წარსულ მეს. მაგალითად, როგორი ვიყავი 1 წლის წინ და როგორი ვარ დღეს, როგორი მინდა რომ ვიყო 1 წელიწადში იმისთვის რომ ვთქვა, რომ ჩემი წარმატება შედგა, რომ მე ვარ საკმაოდ ეფექტური და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი თვითშეფასება არ დაზარალდება არასწორად შერჩეული შედარების ობიექტით და გაიხსენეთ, როდესაც ბავშვობაში გადარებდნენ დედმამიშვილს, მეგობარს, კლასელს, როგორი უსიამოვნო შეგრძნებები გქონდათ. დღემდე ესეა, ამიტომ ამ მავნეჩვევას ვივიწყებთ. მეორე, ძალიან საინტერესო დავალება. ჩვენ ხშირად ვიწყებთ მოქმედებას უკვე დაბალი თვითშეფასების განცდით, რომ აი მე არ გამომივა, ნუ კარგი ვცდი, რადგანაც შენ თქვი, მაგრამ ეს რაღაცა ძალიან რთულია. ან მე იძულებული ვარ ვაკეთო ეს ყოველდღიურად, მაგრამ ვიცი რომ არასდროს გამომივა კარგად. ნახეთ, ანუ ფაქტობრივად ეს უუნარობა თითქოს რაღაც პროფილად გვაქვს მიღებული, აი მოვიზომეთ, მოვირგეთ და ამით მოქმედებთ. შესაბამისად, ეს შეზღუდვა არ აძლევს ქვეცნობიერს საშუალებას აამოქმედოს ის რესურსები, რომელიც მასში ძალიან დიდი რაოდენობით არის. იმისთვის, რომ ეს რესურსები ავამოქმედოთ, ჩვენ მეორე კოსტუმი, მეორე პროფილი უნდა მოვირგოთ, რომელიც არის მე შემიძლია. მე ვარ საკმარისად კარგი იმისთვის, რომ ეს გამომივიდეს და ამ შემთხვევაში ვთამაშობთ, ეს არის ერთგვარი თამაში წარმატებული ადამიანის როლს და რა თქმა უნდა ამას არ ვაკეთებთ მაშინ, როდესაც სარისკო სიტუაციაში ვართ. ნუ მაგალითად არ ვარ თავდაჯერებული მძღოლი, დავჯექი საჭესთან და სუპერ თავდაჯერებული მძღოლის როლი ვითამაშე, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ნეგატიური შედეგი მივიღო. ასე რომ ჯერ ნეიტრალურ გარემოში ვიწყებ თანდათან ამ როლის მორგებას და ვნახულობ, როგორია, როდესაც მე ვარ თავდაჯერებული ადამიანი და ვრეცხავ ჭურჭელს. როგორია, როდესაც მე ვარ თავდაჯერებული ადამიანი და ვსეირნობ ქუჩაში და ასე შემდეგ. რატომ ვაკეთებთ ამას? ძალიან ხელოვნურად ჟღერს, ხო? მაგრამ როდესაც ჩვენ ახალ როლს ვირგებთ, ხელოვნურადაც კი, ჩვენს ფსიქიკაში ახალი ნეირონული ჯაჭვი იკვრება. ეს ჯაჭვი პასუხისმგებელია ჩვენს თავდაჯერებულ მდგომარეობაზე. და როდესაც ეს ნეირონული ჯაჭვი ხშირად აქტიურდება, სულ უფრო და უფრო მეტი ნეირონი ერთდება ამ იდეის ფარგლებში, შესაბამისად უფრო და უფრო თავდაჯერებული ვხდები. შემდეგი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ზეიმობა თქვენი წარმატებების. მოიფიქრეთ ხერხი, როგორ აღნიშნავთ თქვენს თუნდაც ძალიან მცირე წარმატებებს. ეს შეიძლება იყოს სადღაც გასეირნება, საჩუქრის ყიდვა, ამის გაჟღერება მეგობრებთან, პატარა დღესასწაულის მოწყობა ამასთან დაკავშირებით და ნუ ელოდებით რაღაც გრანდიოზულ მოვლენას, რომელსაც აღნიშნავთ.
თქვენ მაგალითად თქვენი დაგეგმილი მიიყვანეთ ბოლომდე და ეს ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნეთ ეს ყველაფერი. გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი, აჩუქეთ საკუთარ თავს დაუვიწყარი მომენტები, რომელიც ძალიან სასიამოვნო იქნება იმისთვის, რომ თქვენს ქვეცნობიერს გქონდეს мотивация მომავალში მსგავსი სასიამოვნო მომენტების მიღებისთვის ახალი დაგეგმილის მიღწევა. ნახეთ, ანუ ფაქტობრივად თქვენ დააჯილდოვეთ საკუთარი თავი და თქვენმა ქვეცნობიერმა გადაწყვიტა კიდევ მინდა ჯილდო, მოდი კიდევ რასაც დაგეგმავს, იმას მივაღწევ. არავითარ შემთხვევაში არ გაკიცხოთ საკუთარი თავი წარუმატებლობის შემთხვევაში. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს წარმატებული ადამიანი, რომელსაც წარუმატებლობა ან წარუმატებლობები არ ქონდა ცხოვრებაში. ყველა წარუმატებელი მცდელობა ეს არის ინფორმაცია თქვენთვის იმის შესახებ თუ როგორ ვერ მიაღწევთ წარმატებას. პატივისცემით მოექეცით აი ამ გამოცდილებას, კარგად გაანალიზეთ, იპოვეთ შეცდომა, ეძებთ დამნაშავეს. იპოვეთ მცდარი ნაბიჯი, შეცვალეთ ნაბიჯები და მიაღწიეთ სასურველს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, რომლითაც პრინციპში დღევანდელ ლაივს ალბათ დავასრულებ, ეს არის მოусმინეთ შინაგან ხმას. შინაგანი ხმა, ეს არის ის ხმა, რომელიც ჟღერს გონებაში მაშინ, როდესაც გეგმავთ, მოქმედებთ, მოძრაობთ საკუთარი მიზნისკენ, ან მაგალითად ვისვენებთ, პროკრასტინირებთ და ასე შემდეგ. ეს შინაგანი ხმა ხშირად კრიტიკულია და ხშირად ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი ჩვენს მიმართ. დააკვირდით, ვისი ხმა არის ეს? ეს შეიძლება იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ზრდასრულების ხმა, მშობლების, პედაგოგების, აღმზრდელების, ან შეიძლება იყოს თქვენი ახლობლების, მეგობრების და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ხმა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მადლიერებით დაუბრუნოთ ეს ინფორმაცია და თქვათ, კი, ეს შენი აზრია, მე ის გავიგე, მაგრამ მე არ ვეთანხმები მას. მე ამ აზრს გიბრუნებ და მინდა მქონდეს ჩემი აზრი საკუთარი თავის შესახებ. აი ეს აზრები კი უნდა იყოს პოზიტიური, მოკლე და აწმყო დროში დაკომპლექტებული. მე ვარ წარმატებული, მე ყველაფერი შემიძლია, მე მაქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ მივაღწიო სასურველს. სამყარო არის დადებითი ადგილი, რომელშიც ყველაფერია შესაძლებელი, თუ კი მოინდომებ. მე აუცილებლად ვიპოვი გზას იმისთვის, რომ ვიყო წარმატებული. მე ვიპოვი ხერხს, როგორ მივაღწიო სასურველს. და კიდევ ის, რომელიც არის ღირსებასთან დაკავშირებული, მე ვიმსახურებ წარმატებას, მე ვიმსახურებ კეთილდღეობას, მე ვარ საკმარისად კარგი იმისთვის, რომ მივიღო ყველა პოზიტიური გზავნილი, რომელსაც სამყარო მაძლევს მე. ეს არის აფირმაციები, რომელიც ძალიან ხელოვნურად ჩანს ხოლმე, თუ კი არ ჩაუღრმავდებით იმ იდეას, რომლიდანაც მოდის ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს აღქმა და ჩვენი აღქმა არის საკმაოდ ვიწრო. მას არ შეუძლია აღიქვას ყველაფერი, რაც ხდება გარშემო. შესაბამისად, აღქმის ფილტრში ეტევა სულ რამდენიმე, კერძოდ კი 5-დან 9 ერთეულამდე ინფორმაცია დღეღამის განმავლობაში ყოველ წამს. ნახეთ, ანუ შეიძლება ჩემს ირგვლივ მილიონობით მოვლენა ხდებოდეს, მაგრამ მე აღვიქვავ მხოლოდ სადღაც 5-დან 9-მდე. თუ კი მე მაქვს ნეგატიური შემზღუდავი რწმენა წარმოდგენები და ჩემი შინაგანი ხმა მუდმივად მეუბნება,
არ გამოგივა, ძალიან რთულია, ეს შენთვის არ არის, არავის არ შეუძლია ამის გაკეთება. ამ შემთხვევაში მე ვიზღუდები და ჩემი აღთქმის ფილტრი მუდმივად ეძებს იმის მტკიცებულებას, რომ ჩემი რწმენა წარმოდგენები სწორია. ანუ მე მუდმივად ვაწყდები იმ ნეგატიურ და შემზღუდავ რწმენა წარმოდგენას, რომელიც უბრალოდ ფაქტებს, რომელიც ადასტურებს ჩემს რწმენა წარმოდგენებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მე შევქმნი ალტერნატიულ რწმენა წარმოდგენებს აფირმაციების ხშირი გამეორების გზით, მე შევქმნი ალტერნატიულ ფილტრს, რომელიც დაიწყებს გარე სამყაროში ისეთი მოვლენების, ისეთი ფაქტების, ისეთი მტკიცებულებების ძებნას, რომელიც ნამდვილად დამანახებს იმას, რომ თურმე სამყარო არის დადებითი ადგილი და მასში უამრავი შესაძლებლობაა. მე ვიმსახურებ წარმატებას, მე შემიძლია მივაღწიო სასურველს, მე აუცილებლად ვიპოვი გზას ჩემი წარმატებისკენ. ნახეთ, ეს აფირმაციები შეგიძლიათ ამოიწეროთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი ლაივები ინახება და გაუმეოროთ საკუთარ თავს, ან შექმნათ სხვა, რომელიც იქნება თქვენზე მორგებული და გახსოვდეთ, აფირმაცია უნდა იყოს პოზიტიური, ანუ არ უნდა იყოს არ, მაგალითად, მე არ ვარ ცუდი ადამიანი, არ არის აფირმაცია, ეს არის არასწორად აწყობილი აფირმაცია, შესაბამისად, მე კარგი ადამიანი ვარ, არის ამ აფირმაციის სწორი ვერსია. შესაბამისად, ამ აფირმაციების ხშირი გამეორებით თქვენ გაკვალავთ ახალ გზას, ახალ ფილტრს შექმნით და აღმოაჩენთ, რომ ახალ რეალობაში ცხოვრობთ. საინტერესო კი ის არის, რომ რეალობა არ არის ახალი, რეალობა ისევ ის არის, მაგრამ თქვენმა აღქმის ფილტრმა დაიწყო ისეთი მოვლენების, ისეთი ფაქტების შემჩნევა, რომელიც მანამდე მის მიღმა რჩებოდა და თქვენ უფრო და უფრო წარმატებული და უფრო ეფექტური გახდებით იმ გარემოში, რომელშიც ხართ. პრინციპში მე ყველაფერი ვთქვი, რაც მინდოდა და დღეს გემშვიდობებით, დავდებთ შემდეგი კვირისთვის თემებს. გთხოვთ მისცეთ ხმა თქვენთვის სასურველ თემას, აირჩიოთ ის თემა, რომელიც თქვენთვის იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი. დღეს თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე ვისაუბრეთ და მადლობა ყველას, ვინც იყავით, ვინც აკომენტირებდით, ვინც მომავალში დაწერს კომენტარს შემოვა და განსაკუთრებული მადლობა იმათ, ვინც აზიარებს ამ ინფორმაციას, რათა მაქსიმალურად ბევრის ყურამდე მოვიდეს ეს ინფორმაცია. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით შემდეგ 4 შაბათამდე.